მოდით ვნახოთ რა ენერგიებში ვიქნებით დღეს და გამოვიყენებ ჩემს საყვარელ ნათელმხილველის დასდას. ამოვიღოთ პირველი არკანი და ეს გახლავთ პენტაკლების 10-იანი მშვენიერი არკანია დღეს. ეს არის სიმდიდრის, საგვარეულო ფასეულობების და სტაბილურობის დღე. ყველაფერი, რაც ოჯახს, სახლს, უსაფრთხოების შეგრძნებას, მადლიერებას უკავშირდება, ყურადღების ცენტრში იქნება დღის ენერგია, ძლიერი ფუნდამენტის შექმნა, საგვარეულოსთან კავშირის შეგრძნება და თქვენს მიერ უკვე შექმნილი ტკბობა. ეს არის ნახეთ, ადამიანმა უკვე რაღაცას მიაღწია და ამით ტკბება და იღებს სიამოვნებას. კეთილდღეობის არკანია და დღეს ამ არკანის მიხედვით ასევე შემოგთავაზებთ მოგვიანებით ნეიროგრაფიკას, ალგორითმს, როგორ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს ენერგია ჩვენში. მოდით ახლა ვნახოთ, რას გვირჩევს ტარო, როგორ ენერგიებში ვართ დღეს ვიცით უკვე და დღის რჩევა, როგორ ენერგია უნდა შეინარჩუნოთ დღის მანძილზე. და აქ გამოგვივიდა ხმლების მეფე. სიცხადე იყოთ სტრატეგიული და მშვიდი მოქმედებები განახორციელოთ, ემოციებს არ აყვეთ, არამედ ყველაფერს სიმაღლიდან შეხედეს. ხმლების მეფე გირჩევს საზღვრების გამოკვეთას. თქვენი საზღვრებიც დაიცავით, სიბრძნის და შინაგანი ავტორიტეტის ენერგიებში იყავით, ასე ვთქვათ, სიმაღლე შეინარჩუნეთ და თქვენი პოზიციები აუცილებლად დაიცავით დღეს. და მოდით სასიყვარულო კითხვაც დავსვათ, მოვა თუ არა თქვენი სიყვარული დღეს თქვენთან გამოჩნდება თუ არა. და აქ გამოგვივიდა ხმლების ტუზი, ეს არის სიცხადე, გულწრფელი საუბარი და სიტუაციის მკვეთრი გარკვევა. კითხვაზე მოვა თუ არა, ეს კარტი უფრო მეტყველებს საუბარზე, შეტყობინებაზე ან რაღაცა გადაწყვეტილებაზე, ვიდრე ფიზიკურ მოსვლაზე. აქ ნახეთ, თქვენ თვითონ უნდა დაფიქრდეთ, ეს ადამიანი რისი მომტანია თქვენთვის, რა მოაქვს. ყოველთვის, რა თქმა უნდა, სიყვარული ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ, мотивация და ადამიანი, რომელიც არის ჩვენთან, გუზრდის ჩვენს პოტენციალს აძლიერებს და შესაბამისად ჩვენს მისას. ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ადამიანი, რომელზეც ახლა ფიქრობთ, რისი მომტანი არის თქვენს ცხოვრებაში, გარდა დიდი სიყვარულისა. ესეც კარგი იქნება თუ გაარკვევთ, რას ელოდებით ამ ურთიერთობებისგან. დიდი ალბათობით შენ მიიღებ ნათელ პასუხს ან სიახლეს, რომელიც ეჭვებს მოგიხსნის. ასეთი სასიამოვნო დღის პროგნოზი გვაქვს დღეს. საკმაოდ კარგი მაღალი არკანები ამოგვივიდა, რაც ნიშნავს, რომ დღეს ვართ მაღალ ენერგიებში. გისურვებთ წარმატებულ ბედნიერ დღეს ყველა ასპექტში.